მამაკაცის ყველაზე უარესი შეცდომა კი შემდეგში მდგომარეობს. როდესაც თქვენ უკვე 50 ჯერ იჩხუბეთ, 7 ჯერ დაშორდით და შერიგდით და შესაძლოა 2 ჯერ ხელჩართული ბრძოლაც კი გქონდათ. ხო და როდესაც ქალი საბოლოოდ დაადებს მამაკაცს, ის ჯდება, იღებს ბრძენი რომანტიკოსის სახეს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ ქალს მიწეროს. ყველაფერი რაც გამოიარეს, ყველა მისი გრძნობა, აბსოლუტურად ყველაფერი დეტალებში უნდა მიწეროს. მამაკაცს ეჩვენება, რომ ის ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა, უბრალოდ გაუგებრობის გამო იყო. შესაბამისად გამოაქვს დასკვნა, რომ ეს დაშორებაც უბრალოდ გაუგებრობაა. ხოლო თუ ახლა დაჯდება და თანმიმდევრულად, დეტალურად თუ აუხსნის ქალს თავის პოზიციას, ფიქრობს, რომ შეიძლება ისევ შევრიგდეთო. რეალობა კი ის არის, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ შენივე ხელით გაანადგურე შენი ავტორიტეტი. შენივე ხელით ხარ თანახმა არაადეკვატურ ურთიერთობაზე. შენივე ხელით ხარ თანახმა, რომ ემოციების გამოკვერცხებიც კი მოიჭრა. მე ვიცი, რომ შენ ამ მომენტში უკვე ვეღარ გადაგაფიქრებინებ, მაგრამ ერთი რამ მაინც გაითვალისწინე. რაც უფრო გრძელი იქნება შენი მესიჯი, მით უფრო საცოდავი იქნები ქალის თვალში. ხო და ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შენ თუ მაინც გინდა რომ მიწერო, ის მაინც ეცადე რომ მაქსიმალურად მოკლე იყოს ეგ ტექსტი. იმიტომ რომ სულ რომ მოლეკულებად დაშალ ყველაფერი და ისე განუმარტო, ქალი მხოლოდ იმას წაიკითხავს, რომ შენ ხარ საცოდავი კაცი. მოკლედ, ამ ეტაპზე გირჩევ რომ ჩაუჯდე არხს და გულდასმით მოусმინო საჯარო ვიდეო ლექციებს. შემდეგ კი გადახვიდე დახურულ ვიდეო კურსებზე.